გითხავთ ის 63 ნახევარი წონის მოკრივია და ამ შეჯიბების შემდეგ თავის წონაში დაბრუნდება. ზოგადად არ არიან ერთმანეთის კონკურენტები, მაგრამ დღეს კი. დემურ ქაჯაია ევროპის 4 გზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკში. იგივე ტიტული ახალგაზრდებს შორის ჰქონდა ლაშა გაგნიძეს და 22 წლამდელებში ის პრიზიორია ევროპის ჩემპიონატის. ორივე ცაცია, ორივე დაახლოებით ერთ სტილის მოკვირვია, ისეთი უნივერსალი შეტევაც ეხებხებათ, კონშეტევაც. ცოტათი მაღალია, გაჯაია. გაგნიძე 2003-ში იყო საქართველოს ჩემპიონი 63 ნახევარ კილოგრამში, ქაჯაია კაცებში ჯერ არ ყოფილა. მისვდა ჯერ თავიდან ორივე მიზეიმა, ეხლა შედეგიანი დარტყმა ჯერ თავიდან მისვდა გაგნიძე და შემდეგ უპასუხა ქაჯაიამ თუ ვაცდები ორჯერ. კარგი იყო ეხლა გაგნიძე, ისეთ ნახტომში ქვემოდან ამოარტყა. გაგნიძე ცოტათი უფროსია 1 ან 2 წლით. და 1 წლის უნდა იყოს გაგნიძე და 19 სავი ჯერ დემურ ქაჯაია. მუცელში მოახვედრა მარცხენა ქაჯაიამ. ორივე სკიმობს.
თავის დარტყმას. გამიჭირდება ხო ვინმე დაარტყა, ესე თანაბარი ბრძოლა იყო, ორივეს ჰქონდა შედეგიანი დარტყმები, დანარჩენი მსაჯების საქმე. გაიყო ხმები ქაჯაიას 3 ხმა და გაგნიძეს 2. ესეც უნდა ყოფილიყო. მოვიწყით უფროსია, როგორც გითხარით, გაგნიძე და მას უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე, კაცების მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის გამოცდილება აქვს ასევე ევროპაზე, იქ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 წლის წინ ტაშკენტში ერთი ბრძოლა მოიგო მან 63 ნახევარში. ორივე აქ იმდენად სწრაფია და იმდენად სწრაფი დარტყმა აქ ორივეს ყველა დარტყმის სხვა გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა. ამისთვის არსებობენ მსაჯები. მოარტყა გაგნიძემ წინა ხელი მარჯვენა შეუტია ქაჯაიამ, შემდეგ სადა აპერკოტი მარცხენით. ეს უშედეგო იყო. მოხვედვე ხარს თუ ისე ძლიერი მარჯვენა ხელით წინა ხელით გაგნიძემ. შემდეგ მოიგერია ქაჯაიას შეტევა. შემდეგ ისევ დემოვმა შეუტია. ბოლო წუთია უკვე მეორე რაუნდის, აქაც გაიყოფა ხმები და რწმუნებული ვარ. სამი თოვი მოიგო შეგახსენებთ ქაჯაიამ პირველი რაუნდი. უკეთესი იყო ხა ქაჯაია. შემდეგ ორივე მხრიდან იყო შედეგიანი დარტყმები და საჩაფუჩის ხმაც უნდა გავიგოთ და შემდეგ გონგი. მეორე რაუნდში უფრო ქაჯაია იწყებს ხოლმე შეტევებს, აი ბოლო 1 წუთში ყოველ შემთხვევაში. გამოვიდა რინგის კუთხიდან გაგნიძე, რაფტმის გაუშვებლად, ეხლა ორივე მიზე იმამე მოიჩვენა, რომ ქაჯაიამ დაარტყა მარჯვენა პირდაპირ რაუნდის დასასრული შედეგები. მეორეც გაიყო, გაგნიძე მოიგო 4-1. 2-1 იგებს ეხლა გაგნიძე. ორ მსაჯთან მას თითქმის მოგებული აქვს, იმიტომ 28-ის ნაკლები შანსია, ერთ მსაჯთან იგებს 28, სომეხ მსაჯთან ქაჯაია და ორთან არის 19-19. ოდნავ უპირატესობა აქვს გაგნიძეს. მინიმალური უპირატესობა ყველაფერი გადაწყდება მესამე რაუნდში და სანამ საჯები არ გამოაცხადებენ, დაზღუნებულია არავის არაფერი არ ეცოდინება.
3-2 ქაჯაია პირველი რაუნდი და 4-1 გაგნიძე მეორე რაუნდი. წესით ასეც უნდა გადანაწილებულიყო ის ხმები. 2-1 იგებს ორი რაუნდის შემდეგ გაგნიძე, ორ მსაჯთან ფრეარი 19-19. ეს ორი მსაჯი გადაწყვეტს აი ამ შეხვედრის ბედს. არ ვიცი, ხა იციან თუ არა შედეგები, აქტიურად დაიწყო ქაჯაიამ. გაგნიძეს ერთი დარტყმა შედეგიანი იყო. იმ ორი ნეიტრალური მსაჯიდან მეოთხე და მეხუთეა თუ არ ვცდები, ორი ეხმა ჭირდება ეხლა ქაჯაიას და ერთი ეყოფა გაგნიძეს. არა, იქიდან არ გაუშვია ფორმა აქვს მოსაწესრიგებელი გაგნიძეს. ცისებეობი დარჩეს რაღაც წუთნახევარი მაქსიმუმ. თუ ბოლო წუთი არ არის უკვე. მოარტყა ეხლა გაგნიძემ მარჯვენა პირდაპირი. მეტი აქტივობა ჭირდება უკვე ცხადია ქაჯაიას. ის მინიმალური სხვაობით აგებდა ორი რაუნდის შემდეგ. თითქოს გაგნიძეს უფრო ცოცხლად არის და მეტი ძალა შერჩა, ქაჯაიამ შეუტია, მიწვდა. ეს ორი დარტყმა მოიგერია ქაჯაიამ, შემდეგ თავად მიწვდა მარჯვენა ხელით. ბოლო წუთია უკვე, ნახევარი წუთია მაქსიმუმ დარჩენილი და ალბათ აქაც გაიყვება ხმები. სანამ მსაჯი ხელს არ აუწევს, ერთ-ერთ იქამდე არაფერი არ გვეცოდინება, არ მგონია ვინმე გავედოს ეხლა ამ შეხვედრის შედეგის გამოსცნობა. ერთადერთი მინიმალური უპირატესობა ჰქონდა ორი რაუნდის შემდეგ გაგნიძეს. მოგეს ულოცავს თავისი ბანაკი, მშვენიერი ხარისხიანი ბრძოლა ვნახეთ, თანაბარი ბრძოლა, ფრე არ არის კრივში. გაგნიძე დაბრუნდება ამ ტურნირის შემდეგ თავის 63 კილოში. დემური მიიღო შემთხვევაში ამ სეზონში 67-ში დარჩება. მომავალში არ ვიცი, შეიძლება აიწიოს. რასაც გამოცხადდება ვერდიქტი. ორ მსაჯზე დამოკიდებული აი მოსაჯე ვისთანაც იყო 19-19. კუთხეში დემურ ქაჯაია. მე მომეჩვენა რომ გაგნიძემ შეინარჩუნა ის უპირატესობა, მაგრამ აი ორმა მსაჯმა აი ესე გადაწყვიტა. ეს იყო აი ბათუმელი მსაჯი და ახალქალაქელი მეოთხე მეხუთე.